რაც შეეხება ჩემს შეკითხვას. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, დღევანდელ მაგალითად საკონსტიტუციო განხილვაზე თელავში წარმოდგენილი იყო ორი ძირითადი ცვლილება, რომელსაც უახლოეს პერიოდში გეგმავს პარლამენტი. ეს ეხება ერთი პარლამენტის გადმოტანას ქუთაისიდან დაბრუნებას უпроსწორედ თბილისში და მეორე ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას. ამასთან დაკავშირებით, პირველთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ის, რომ ნამდვილად პარლამენტი არ ვიცი უნდა იყოს ჩემი შეხედულებით იქ, სადაც არის მთავრობა და ვთქვათ, არ შეიძლება ესე, რომ მთავრობაა თბილისში და მაგალითად პარლამენტი არის ქუთაისში, ხო? მაგალითად საპარლამენტო მდივანს აღმასრულებელი ხელისუფლების უწევს ვთქვათ რაღაც თემებზე თბილისში მთავრობასთან საუბარი. შემდეგ 3 საათის მანძილი აქვს სავალი წინ და უკან უნდა იაროს და კიდეც ნებისმიერი არ ვიცი ფრაქციას მაგალითად მინისტრი რო დაიბაროს უნდა ჩაიყვანოს თბილისიდან ქუთაისში მე უკან დაბრუნდეს და ეს ფიქრობ იყო სააკაშვილის ასე ვთქვათ ახირება იმასთან დაკავშირებით რომ არ ვიცი ქუთაისში და სხვათა შორის ჰქონდათ ესეთი განმარტება რომ თითქოს და ამით ხელს უწყობენ დეცენტრალიზაციას რაც არის ტყუილი დეცენტრალიზაცია არის უფრო სხვა დასავლეთ საქართველოს უფრო აქტიურად ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში არ ვიცი ხა მე მაგალითად ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმომადგენლობა ყავს ქუთაისში და ველაპარაკები მაგალითად ჩემ მეგობარს გოგი წულაია რეგიონის ორგანიზაციის თავმჯდომარე და გუშინ მქონდა საუბარი რომ რა შემატამეთქი პარლამენტმა და რამე მეთქი შეიცვალა და კი როგორ არ შეიცვალა ბაზარში ფასები შეიცვალაო ანუ ბაზარში ფასებმა აიწია ეხლა 100 ადამიანი ვთქვათ იქ არ ვიცი ტექნიკური პერსონალი რომელიც პარლამენტში მუშაობს 100 ადამიანს ეხლა სამსახურს დაკარგავს თბილისში და 100 ადამიანი ქუთაისში სამსახურს იშოვის ეს არ გონია დეცენტრალიზაცია იყოს დეცენტრალიზაცია კიდევ მეორე პარისო და უფრო სხვა რამე ეს არის თვითმმართველობის ასე ვთქვათ გაძლიერება ხო რეალური თვითმმართველობის მიღება და ეს ყველაფერი ემსახურებოდა პიარს მასე რო ავიღოთ თუ კი ამ შემთხვევაში ხდება დეცენტრალიზაცია მოდი ესე გავაკეთოთ თელავში არ ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტრო გავხსნათ გურჯაანში გავხსნათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ვიცი ხობში გაიხსნას კიდე ჯანდაცვის სამინისტრო და ახლა ეს თუ ხელს შეუწყოს რაც შეეხება